ესე იგი დღეს პარასკევია 17 საათი 5 წუთი შესრულდა სრულიად საქართველოში და როგორი საინტერესო სტუმარი ყავს თქვენ ვერ წარმოიდგენთ და დარწმუნებული ვარ ერი და ბერი იქნება უსაზღვროდ ბედნიერი ის რომ ეს ულამაზესი და უნიჭიერესი ქალბატონი დღეს ესტუმრა ჩემს გადაცემას რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად ქეთი ციკლაური გვესტუმრა მოგესალმები ქეთი მოგესალმებით საღამშვიდობისა ძვირფასებო გამარჯობა შემოგევლეთ აკო როგორ მოგვენატრე ძალიან მომენატრე მოგვენატრე თავი მე პირადად ძალიან მომენატრე იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ გაფასებ პატივს გცემ და მინდა რომ უფრო მეტი წარმატება და უფრო ხშირად იყო ეთერში და მადლობა მე ძალიან მიყვარხარ ძალიან მომენატრე და ძალიან გამიხარდა რომ გვესტუმრე და ძალიან მაგარ სიმღერას დავაპრემიერებ და რაც მთავარია მეგობრებო ვინც ახლა გვიყურებს და ვინც ახლა გვისმენს უსმენს რადიო არ დაიდარდოს მინდა გითხრათ რომ დღეს ასევე გვექნება ლაივი ანუ ცოცხალი შესრულება და შესრულდება ის სიმღერა რომელიც მე ასე ვიწყოდი ერთ-ერთი მოთხოვნადი სიმღერა არის აი დღემდე ხო რამდენი ხანი გავიდა რა ჩვენ ეს სიმღერა დავაპრემი არ იცოდი არ ვიცოდი რომ ესეთი ხო რაღაცნაირად ეთყობა არ შემხვედრია ჩემივე ნამღერი ეთერში იცი რა მაინტერესებს აი ეს რომ დავაპრემიერებ სიმღერას შემდეგ როცა მგზავრობ როცა გაქვს თავისუფალი დრო აი რაღაცნაირად უნდა დაინტერესდე იმიტომ რომ ხალხს მართალი და მე დღეს სიამოვნებით შევასრულებ იმ სიმღერას რომელიც შენ ახლა მე რომ ძალიან მიყვარს შენ რომ ძალიან გიყვარს იასამანი შეიძლება ხო რომ ვთქვა კი ეს არის ბატონ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა და ტექსტი გააკეთა თინა ნაცრუშვილმა იმიტომ რომ მე აი გავიხსენოთ ეს პატარა ისტორია ამ სიმღერის კი მე ადრეც ეთერში ამაზე გვისაუბრია რომ ეს იყო ივერიეს რეპერტუარში ეს სიმღერა მამა ასრულებდა და იყო რუსულად უბრალოდ ახლა კი ვერ გავიხსენებ ვინ იყო ვია პლამე მე მგონი ესეთი ანსამბლი იყო ისინი ასრულებდნენ და იყო რუსული ტექსტი შემდეგ როცა მე მოვინდომე ამ სიმღერა გამიკეთა თინა ნაცრუშვილმა და არ ჩამოუვარდება იმ ტექსტს იმიტომ რომ ის იყო ძალიან ლირიული და ძალიან რომანტიკული სიმღერა და მიყვარდა სხვადასხვა ბავშვობაში ხშირად უსმენდი და ეს ლექსიც თინამ აი გააკეთა ძალიან ბრწყინვალედ და მე მიხარია რომ თურმე გია მაჭარაშვილს ეკუთვნის არენჯერება ხო? მაჭარაშვილს დიახ გია მაჭარაშვილს იმიტომ რომ მე ეთერს მიღმა აღნიშნე ძალიან მომწონს აი ყველაფერი ერთად მომწონს ნამდვილად ძალიან ატმოსფერულია და ძალიან ჰარმონიულია ყველაფერი აი შერწყმა მოხდა ნამდვილად ანუ ვერ იტყვი რომ ეს რემიქსული ვარიანტია თითქოს რაღაცნაირი აი თავიდან დაიბადა ეს კი ბატონო ძალიან ლამაზია უკვე წლებია ვასრულებ ამ სიმღერას ქართულად და ძალიან მიხარია რომ თურმე მაყურებელს უყვარს და მოთხოვნადიც ყოფილა თქვენს და ითხოვენ ამ სიმღერას აი განსაკუთრებით ითხოვენ ხოლმე მე ხა ძირითადად დღის მეორე ნახევარში მუშაობ ანუ და შესაბამისად 7-დან 10 საათამდე გვაქვს თხოვნები ამ მთელი 3 საათი ხო და შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ მოთხოვნადი სიმღერა და მით უმეტეს ახლა ვერ ვიხსენებ მაგრამ მე მგონი 1 წლის წინ დავაპრემიერეთ თუ მეტი თუ არა თუ მეტი არა კი ბატონო ნუ ეს ის სიტყვებია რომელიც ნამდვილად ბედნიერება შესრულებისთვის დღეს ჩვენი სტუმარი რო ხარ და Facebook-ზე ხშირად სტუმრობ ხოლმე შენს გვერდს ხო და აი ზუსტად მეც ვუყურებ შენს სტორებს თაკა და აი ზუსტად ვიცოდი რომ მოხვედი რო კითხე ხა ზოდიაქოზე იმიტომ რომ ყველა მიცის არ ვიცი ხო ვინ ჩვენ გვისმენს და ვინ ჩემი TikTok გვერდის გამომწერია და ჩემს fan page-ზე ასევე ჩემი მეგობარია რომ ზუსტად ვიცოდი მოკლედ რომ შენ იქნებოდი ტყუპები ანუ ჰაერის ნიშანი მე ხწევ და მეც ჰაერის ნიშანი ვარ შენს ჰაერი და ბატონი თემური იყო კი მამა იყო მერწყული როგორც აღმოჩნდა შენს მერწყული მე და სასწაულად უგებ მეტყუპებს რა და აი მეთქი თავ ფიქრობდი რაღაცა ჩვენ რო ვისაუბრეთ აი სიმღერის აპრემიერებაზე ხო რაღაცა ფიქრობდი რომ მეთქი აი მოდი ახლა აი წინასწარ ხო აი ვცი რა საკუთარ თავს რა აი ინტუიციურად რაღაცა განჭრედა ქონდა შენ ხო და აი Facebook-ი დავიწყე და საკმაოდ ისეთი პოზიტივი მოდის შენგან იცი რა როგორც სცენაზე მადლობა ჩემო საყვარელო მე ვხვდები რომ შენი ახალი ინტერესების გატაცებების სფერო არის ახლა ვთქვათ ასტროლოგია ნუმეროლოგია კი ბატონო ბრავო ეს ძალიან ისეთი პროგრესული რაღაც სფეროებია და საინტერესოა და აქედან გამომდინარე გეტყვი და გამიგებ რომ პირადი რუკა ძალიან
ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ თქვა თვის მიხედვით ხარ ტყუპი ან იგივე მარწყული, მაგრამ პირადი რუკის ასცენდენტი, პლანეტები, თქვა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვენერა, მთვარე, ხო და აი სად არის რომელ სახლში ეს პლანეტები ქმნის რაღაც ხასიათის და პიროვნების თვისებებს, რაღაცა ნიუანსებს და ჩემთან ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ღრიანკალი და ლომი, იმიტომ რომ ღრიანკალში მაქვს მთვარე, პლუტონი და ლომში ვენერა და ნუ რა თქმა უნდა კლასიკურად ტყუპი ვარ და ესე ჰაერის ნიშნები კი რაღაცნაირად სხვანაირები ვარ და სხვათა შორის 2025 წელი საკუთრებით წარმატებული იქნება განსაკუთრებით ეს პირველი ნახევარი და მეორე ნახევარიც ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. მე დავაკვირდი სხვათა შორის ადრე არ მხვდებოდა სოციალებში, ახლა სულ მოდის ტყუპების პროგნოზები და ისეთია რომ დავიჯეროთ. მომწონს. და რასაც დავიჯერებთ ის თავისთავად მოხდება კიდე ჩვენს ცხოვრებაში და ეხლა სცენა და პოზიტივი ვახსენეთ და აი მართლა რაღაცნაირად როგორ გითხრა არტისტი ხარ. იმიტომ რომ მე მაგალითად ეხლა სულად არ გამოვიდეს, მაგრამ ყოველთვის მიზიდავს მომღერლები, არტისტები, არა მარტო საქართველოში, როცა ერთგვარი რაღაცა შოუა დადგმული მიხვდი? აი რაღაცა ჩემთვის ეს საინტერესოა. აი მარტო რაღაცა სიმღერა, გავედით, გამოვედით, რაღაცა იცი. იცი, თაკო მე ვფიქრობ, რომ ისეთი დროა, რომ იმ შემთხვევაშიც, როდესაც მარტო სიმღერა, მაგ შემთხვევაშიც ფარული შოუ უნდა იყოს. აუცილებლად უკვე იმდენად ბევრი რამ ვნახეთ, განვითარდა ნებისმიერი ჟანრი, ხო, ეს იქნება პოპ მუსიკა, როკ მუსიკა, თუ არ ვიცი რა, რომ აუცილებელია ამ ყველაფერზე ფიქრი. ის პერიოდი, როდესაც უბრალოდ იმის ხარჯზე გადიოდი, რომ ყველაფერს თავისი დროა, კი. ანუ აი ეს უბრალოებაც სწორედ გათვლილი უნდა იყოს. ეს შოუ ამ უბრალოებაშიც უნდა იიდოს. ამიტომაც მე შენი მესმის ნამდვილად და ნუ ალბათ მეთანხმები კიდეც, იმიტომ რომ შენ ხარ ესეთი ტიპაჟი, მიხვდი სცენაზე, აი ადამიანი რო გამოდის, უკვე რო ანათებს და იმზე და უკვე აი ეს პოზიტივი რო მოდის, მიხვდი? ეს არის არა გულწრფელად საუბრობ, ხო? იმედი მაქვს რომ ესეა და ესე უნდა იყოს წესი და რიგით და ყველა მაგისკენ უნდა ვისწრაფოდეთ არტისტები. მე ზოგადად ვთვლი რომ თუ ადამიანისგან არ მოდის ეს პოზიტივი და ეს რაღაცა გარკვეული ენერგია, რაც არ უნდა იმღეროს ადამიანს. რაღაცით ხო უნდა დაინტერესო მსმენელი, მაყურებელი, აუცილებელია ხო ეს რაღაცა იყოს შიგნით. შეიძლება ეს სათქმელია, ხო, აი ეს ენერგია, რომელიც ასე გიზიდავს როცა ზიხარ დარბაზში და ვთქვათ უყურებ ან უსმენ და კარგია რომ ესე დადებით ემოციებს იწვევს შენში და იმედი მაქვს ჩემში კი დაწონებული ვარ ჩვენ შენს გულშემატკივრებსაც აქვთ ეს მომენტი მალე ცოტას მოვყვები ამ სიმღერის ისტორიას თავდაპირველად ეს იყო დუეტი რომელიც მე შევასრულე ჩემს მამიკოსთან საქართველოს სახალხო არტისტთან თეიმურაზ ციკლაურთან და შევასრულეთ იყო საკონცერტო პროგრამა ბარი-ბარში, ასევე იყო სატელევიზიო პროგრამა ბარი-ბარში და მან შედგა ეს პრემიერა. რამოდენიმე ხანი ვასრულებდით სცენაზე ამას დუეტად, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სოლო სიმღერად გადაგვეკეთებინა და მღეროდი მე. ეს იყო შოუ ბალეტის თანხლებით, ზუსტად ის რაც ახსენე და რაც მოგწონს, კი ბატონო. შენია, მოდი ასე ვთქვა. კი ბატონო. და ნუ წლები ვასრულებდი ამ სიმღერას ესე. შემდეგ ნუ რაღაცა შეიცვალა ბევრი რამ და ასე ვთქვათ, თაროზე დაიდო ეს სიმღერა. მაგრამ ძალიან ბევრი მეუბნებოდი სხვათა შორის, რომ ძალიან უყვართ ეს სიმღერა. რეალური ფანატებიც კი აქვს ამ სიმღერას და ჰიტავოი სიმღერა. კი, ეთყობა ჯერ ესე იყო და მე ამ სიმღერით ფაქტიურად გამოვჩნდი და რაღაცნაირი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ასეთი და აი
ხალხს ვახსოვარ ამ სიმღერით და მიხსენებენ როგორც ეკავდი, როგორ გამოვიყურებოდი და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ბევრი კომპლიმენტი მომისმენია, მაგრამ რატომღაც მე თვითონ არ მინდოდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მიმიწვიეს ნიკოს შოუში. შარშან შევასრულე ნიკო ნანიტაშვილთან პირდაპირ ეთერში ცოცხლად შევასრულეთ ბენდთან ერთად. და ის ვერსია, რომელიც დაუკრა ბენდმა, იმდენად რაღაცნაირი ლაღი იყო, თანამედროვე, მსუბუქი, სულ სხვანაირი, მორგებული დღევანდელ დღეზე, რომ ჯერ ერთი იქ მივიღე უდიდესი სიამოვნება და რაღაცნაირად თავიდან ჩემთვისაც გაცოცხლდა ეს სიმღერა და რა თქმა უნდა ძალიან ისეთი იყო ამაღელვებელი ჩვენთვის, იმიტომ რომ მხოლოდ მამასთან ვასრულებდი დუეტში და შემდეგ მე ვმღეროდი მხოლოდ და პირველად შევასრულე, აი თან მამას გარდაცვალების შემდეგ ნიკოსთან დუეტში შევასრულეთ, ძალიან კარგი იყო მოკლედ. რაღაცნაირად ეს ჩაიდო ჩემში ეს კოდი, ასე ვთქვათ, ვიფიქრე რატომაც არ გავაკეთო, იმიტომ რომ ისეთი მართლა მელოდიური, რაღაცნაირი ლირიულიც არის, ცოტა ნოსტალგიურიც არის და გავათანამედროვო, რაღაც თანამედროვე ხანგები შევმატოთ, თქო და მივმართე, გამიკეთა შესანიშნავი ფონოგრამა დათო ფორჩხიძე. იქაც ბენდთან ერთად ხელმძღვანელი კი უნიჭიერესი მუსიკოსი, წინვალე პიროვნება, გავაკეთეთ ეს სიმღერა და მინდა ვთქვა, რომ ავტორები ამ სიმღერის არიან ბორის შხიანი და პირველად როდესაც ვასრულებდით მამასთან მისივე ფონოგრამა იყო გაკეთებული არანჟირება და ტექსტის ავტორი არის ზურა გოშაძე, პეტენი ზურა. ნუ ეხლა უბრალოდ შეიცვალა ის, რომ დათომ გამიკეთე ეს ფონოგრამა და მინდა ძალიან შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაცა მალე თა როგორი საინტერესო სახელია. მსგავსი სახელწოდების სიმღერა მე არ მახსენდება, იმიტომ რომ აი ზეპირად ვიცი, მე მგონი მთელი ჩვენი ბაზა ის 5 თუ 6000 სიმღერა და ძალიან ორიგინალური სახელწოდება აქვს და ისეთია. ეს შეძახილი, ანუ მალე კი ბატონო და იმედია ესეც რაღაცა საყვარელი გახდება ჩვენი. გავარდება, ხო, გახიტება და მოითხოვენ შენი ერთგული მსმენელები ამ სიმღერასაც, რა ვიცი. ეს იგი სატელევიზიო პრემიერა იყო, როგორც აღნიშნეთ, ერთი წელი. ამ სიმღერის არ იყო ეს, ასე ვთქვათ, ამ ვერსიის, მსგავსი ვერსიის, ჩავთვალოთ, რომ იყო კი ბატონო, მაგრამ და კეთ იცი, ეხლა ჩვენ ვახსენეთ ბატონი თემურ წეკლაურეს უკონდავი უბერებელი შემოქმედება, მისი რეპერტუარი და შეუძლებელია რომ მისი სიმღერები არ გვიყვარდეს და იცი რა კითხვა გამიჩნდა, თუ მოსწონდა და უყვარდა მას გამორჩეულად რომელიმე სიმღერა შენი შესრულება. და იცი შეგვიძლია ახლა როგორც შვილი და ზოგადად ალბათ გულშემატკივარი ყველა სიმღერა ეყარებოდა, მაგრამ აი თუ გქონდა რომელიმე სიმღერას ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება, სადაც ვფიქრობ ზუსტად ამ სიმღერაზე იქნებოდა, აი ჩემი სოლო შესრულებით, იმიტომ რომ ვინაიდან როგორც ვახსენეთ, ეს იყო ცეკვის თანხლებით და ისეთი სერიოზული რაღაც შოუ ნომერი იყო და დავსვი კითხვა, ხო? კი, ეს ძალიან მოწონდა, რომ მე ესეთი რაღაცა სინთეზური ჟანრი შემეძლო და ვფლობდი ამას, იმიტომ რომ რაღაცა თანამედროვე იყო იმ დროსაც, თანამედროვე და თან კიდე ვიცი რა ის ბოდიში რო შეგაწყვეტინე, მაგრამ ყველას არ შეუძლია რომ ეს ყველაფერი სინთეზში. დღესდღეობით უფრო განვითარდეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ასე შევაფასოთ თუ ისე ვიღაცას უფრო შეუძლია ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ უფრო შემოვიდა იმ პერიოდში, როცა მე დავიწყე ნაკლებად იყო, თაკო შეიძლება ვიღაცას ჩემზე კარგად შეეძლო, მაგრამ აი ნაკლებად იყო განვითარებული ასეთი სინთეზური მომენტები. ხო, მაგრამ იცი რა არის, სინთეზი არის, იყო, მაგრამ არის ზოგჯერ ხანდახან ხელოვნური. არის კიდევ რაღაცა გულწრფელად რომ მოდის ეს ემოცია. სტიქიური, ბუნებრივი. yes. და გრძნობს მსმენელი და მაყურებელი ამას ყოველთვის. არის ხო და მამასაც აი ეს მომენტი ძალიან მოწონდა, როდესაც სიმღერებზე აი ესეთ რაღაცა ცეკვასთან, რაღაც არტისტიზმთან ერთად შერწყმული ნომრები მქონდა. ძალიან პროგრესული იდეების მატარებელი იყო, კი ბატონო. ძალიან ისეთი იყო თემური, თანამედროვედ ხედავდა ყველაფერს შეეძლო. და მადლობა ჩვენთან მოწონებისთვის და იმედი მაქვს ხშირად გვესტუმრები. მეც იმედი მაქვს კიდევ მუშაობ სიმღერებზე და აუცილებლად მოგიტანთ. ზოდიაქოზე ვიზაუბროთ. კი ბატონო. მიყვარხარ ბევრი წარმატებები ყველას მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ და შევახსენოთ ესე იგი ჩვენს რადიო მსმენელებს, მალე ესე იგი სიმღერის ავტორი გახლავთ ბორის შხიანი და არანჟირება ტექსტის ავტორი ზურა გოშაძე და არანჟირება დათო ფორჩხიძე. მადლობა, კეთი ციკლაური იყო ჩვენი განაცემის პირველი სტუმარი.